მოგესალმებით ეთერში ახალი ამბებით 13 საათზე მე ნინო სალუქვაძე ვარ. ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობამ სოფლიოში მე-12 ადგილზეა. კვლევას ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ინდექსის მიხედვით აქვეყნებს. საქართველოს ინვესტიციების მოზიდვით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ასევე ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს. ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის ინდექსში საქართველოს მაღალი შეფასება ორ გლობალურ ანგარიშგებას ეფუძნება. სავალუტო ფონდმა შეისწავლა თუ რამდენი უცხოური ფული შემოდის საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში. Heritage Foundation-მა კი შეაფასა რამდენად თავისუფალია ქვეყანა ბიზნესისთვის და ხომ არ უშლის ხელს ინვესტიციებს მკაცრი კანონები. გარდა ამისა, სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკაში ფულის ჩადება მკვეთრად გაიზრდება და ქვეყანა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. 2026 წლისთვის მთლიანი ინვესტიციების 10 მილიარდ დოლარამდე, ხოლო 2031 წლისთვის 16 მილიარდ დოლარამდე ზრდაა პროგნოზირებული. საბოლოო ჯამში საქართველოს მიიღო კარგი შედეგი, როგორც ჩანს, ქვეყანა აჩვენებს ძლიერ შედეგებს როგორც საინვესტიციო მიმართულებით, ისე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისითაც და თუ დავეყრდნობით ბოლო კვლევას საერთაშორისო ვალუტა ფონდის და პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი წელს უნდა იყოს ეკონომიკის დაახლოებით მე-4 ნაწილი და ეს ფულად გამოხატულებაში პირველად გადაასწრებს 10 მილიარდ დოლარს, როგორც ადგილობრივი უცხოური ინვესტიციების ჯამი და ყოველწლიურად საშუალოდ გაიზრდება თითო მილიარდი დოლარით 2031 წლის ჩათვლით. აი ეს მაჩვენებელი ყველა ეს კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მიდის სწორი მიმართულებით და რა თქმა უნდა ძლიერი საინვესტიციო პროცესი გულისხმობს კეთილდღეობის დონის მატებას ქვეყანაში. კასპიიდან ევროპამდე მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის. ამ სათაურით სტატიას აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კასპიის ზღვა, შავი ზღვა, ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ოფიციალურად გადავიდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლის ეტაპიდან განვითარებისა და განხორციელების ფაზაში. ბაქოში აზერბაიჯანს, საქართველოს და უნგრეთსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში გამართულ საორგანიზაციო კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევისთვის, რათა გააძლიერონ ევროპასთან კავშირი სუფთა ენერგიის სფეროში. გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოიძემ და თორნიკე გაჭარავამ ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს. განზრახვა სისრულეში 2015 წლის 25 დეკემბერს მოიყვანეს, როდესაც კვარაცხელიას მისივე საცხოვრებელ კორპუსის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. კვარაცხელია თავის არეში მიღებული ცეცხლსასროლის ჭრილობის შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, რადგან თორნიკე გაჭარავა და სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მას ბრალდება პენტენსიურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ. ამასთან დეკანოიძეზე ძებნა გამოცხადდა. დადგინდა, რომ დავით დეკანოიძემ და თორნიკე გაჭარავამ ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს. 2015 წლის 25 დეკემბერს თორნიკე გაჭარავა მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7.65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოიძე ასევე მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9 მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში გურამ ფანჯიკიძის ქუჩა ნომერ 3B-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20 საათსა და 36 წუთზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებამ მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა. ქალაძულებისა და თავის ტვინის დაზიანებები და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. თორნიკე გაჭარავას და დავით დეკანოიძის მიმართ გამოტანილია ბრალის დადგენილება. თორნიკე გაჭარავას პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოიძეს დაუსწრებლად ბრალი წარედგინებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლის მეორე ნაწილის ექვეპუნქტით. ძველი რედაქცია. განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ. დავით დეკანოიძეზე გამოცხადდება ძებნა.
ნაცმოძრაობაში კრიზისი გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელ მდივნად ნანკო ჟორჟოლიანის დანიშნოს თინა ბოგუჩავა აკრიტიკებს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით შესაძლოა პარტია სრულიად სხვა კიდევ უფრო გაურკვეველ რეალობაში აღმოჩნდეს. პარტიის სხვა წევრები კი ამბობენ, რომ მათი ლიდერი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია და მის აზრსა და დავალებებს ითვალისწინებენ. ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესები არ უკვირთ მმართველ გუნდში. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, კრიზისი გარე ძალების ინტერესებით მოქმედი პარტიის ბუნებრივი დასასრულია. არ ვიცი, შეიძლება ივლისის ბოლოსაც კიდე რაღაც სხვა მოცემულობის წინაშეც დავდგეთ პრინციპში იმდენჯერ შეიცვალა მოცემულობები. ჩემთვის უბრალოდ გასაკვირი სიმართლე გითხრათ ის არის, რომ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით სახალხოებაზე, მაგრამ სახალხო ლიდერებს ქმნის ხალხი. და ხალხის ნების გამოხატვის ინსტრუმენტი არის არჩევნები. ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე სწორი იქნება ეს რეფორმათა თუ რეფორმატორთა საბჭო და მისი აღმასრულებელი მდივანი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ უპრიანი იქნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორედ დემოკრატიული პირდაპირი არჩევნებით ყოფილიყო მიღებული. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ვიღაცებისთვის არის მიუღებელი, მაგრამ ჩემთვის პირადად მიუღებელია პარტიის შიგნით თანამდებობისთვის ბრძოლა. ჩვენი პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, მოხდება ახალი ინიციატივების შემოტანა, ამ ინიციატივების აღმასრულებელი იქნება ნანუკა ჟორჟოლიანი, პარტიაში თავად შიგნით შეიქმნება მმართველობის ესე ვთქვათ ჯგუფი, მმართველი ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინიციატივების იმპლემენტაციას პარტიის დონეზე. პარტიებთან ერთობა გამოდგა არაეფექტიანი, რასაც მოინდომებს სააკაშვილი იქნება ისე რა არჩევნებზეა საუბარი, ვისაც მოინდომებს დანიშნავს, ვისაც უნდა გააგდებს, გავიხსენოთ სხვა წინა შემთხვევები, როგორ იყო, არაფერი განსხვავებული არ ხდება. იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი. აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს არ უნდა კონდეთ შესაძლებლობა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. სხვა ქვეყნის ინტერესები აქ ვერ გატარდება და არ გატარდება. პირველ რიგში დაცული იქნება ქართული ხალხის ინტერესი. სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმების განხილვა გრძელდება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს ადვოკატ ირინა ფერაძის მიმართვის საფუძველზე გადაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის უქმი განიხილა. ადვოკატის მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფა მოქალაქე მედიკო სახელაშვილმა აღიარა და მოინანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობის გათვალისწინებით მოსამართლე სამართალდარღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარა. იშვიათად რომ ვინმე წყევლამი არ ვიცი, კრულვამი არ ვიცი და არც გინება. ადვოკატი ყოფილა ვიღაც ირინა ფერაძე, ხო და ნინო ჩხარკავასედო, იგიც პოლიტიკოსია. მიმიწერია ზონში. არ გახსოვდათ. აზი არავა. გამოვედი ასე გადავრჩარენას. ქალბატონმა ირინე ფერაძემ დამოუკიდებლად საკუთარი განცხადებით მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი უფლებების დაცვის მიზნით, ვინაიდან და რადგანაც ქალბატონი მედიკოს ქმედებაში იკვეთებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, მის მიმართ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი. ვინაიდან დღეს სასამართლოს ხდომაზე ქალბატონმა მედიკომ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა იშუამდგომლა მისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღესვე სამართალდამრღვევა ცნო კახაბერ მიქაუტაძე მოქალაქე მის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას თავად მიმართა. სამართალდამრღვევის მოსამართლის მიერ განემარტა, რომ მსგავსი კომენტარების დაწერა დაუშვებელია და საჯარო სივრცეში მოქალაქეებმა აზრი ეთიკური ზომის ნორმის დაცვით უნდა გამოხატონ. მიქაუტაძემ სიტყვიერი შენიშვნა დაიმსახურა. არ მახასიათებს მე ცუდი სიტყვები საერთოდ კაი ოჯახის გაზრდილი ვარ, მაგრამ მე არ მეგონა უხელარამე თუ მოყოლოდა ამას მე ვინარიებ კაცო საერთოდ არ დავწე არც იმას არც ამას. ლუკა ჭაპოძემ განცხადებით მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა მისი უფლებების დაცვა. შესაბამისად დათვალიერებული იქნა ის კომენტარი და პოსტი, რომელზეც უთითებდა საჩივრის ავტორი, ჩვენი მხრიდანაც აღნიშნული შეფასებული იქნა როგორც შეურაცხყოფელი გამოხატვა და შედგენილი იქნა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი, ვინაიდან ბატონმა კახაბერმა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და ფაქტიურად მოინანია სასამართლოს ხდომაზე. ჩვენი მხრიდან შუამდგომლობის სახით მოთხოვნილი იქნა სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადება მისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ მოადგილესთან ერთად მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სამარღანიშვილი წარუდგინა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი არჩილ მახარაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს. სულხან თამაზაშვილმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მესტის მუნიციპალიტეტში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. პროექტის დაწყება საფუძველი იუსტიციის მინისტრმა პაატასალიამ სამგრელო ზემო სვანეთის რწმუნებულთან იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა. მესტის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულიად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს. პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული ტოკიოსა და რომში. ქორწინების სახლი მესტიაში ცნობილი ქართველი პოეტის რევაზ მარგიანის ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში ასევე განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესცენს. ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ ხელმისაწვდომი იყოს სერვისები ნებისმიერი მოქალაქისათვის საქართველოში, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სერვისიც, ქორწინების რეგისტრაციაც უკვე ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე მესტიაში. მესტის ქორწინების სახლი გამორჩეული პროექტია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას, ქართულ იდენტობასა და სახელმწიფო სერვისებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შენობა სრულად შერწყმოდა სვანურ კულტურას, მემკვიდრეობას და ინფრასტრუქტურას. ქორწინება გახლავთ ერთ-ერთი მიმართულება უკვე საქართველოში ტურიზმისა. ძალიან ბევრი უცხოელი აწერს ხელს და ქორწინდება საქართველოში. უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლი წარადგენს ქორწინების ჯავშნის პროდუქტს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი როგორც ქორწინების სახლების, ისე ქორწინების სივრცეების დაჯავშნა. ეკოსერვის ჯგუფის ავტოპარკი განახლდა. კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა. ახალი ტექნიკის პრეზენტაცია თბილისის მერმა გამართა. ახლად შეძენილ ტექნიკას შორისაა 13 ერთეული სტანდარტული თვითმცველი, 8 ერთეული ორმაკაბინიანი თვითმცველი, 7 მიკროავტობუსი, 3 ბორტიანი სატვირთო ავტომობილი და 4 ფურგონი აღჭურვილი შესაბამისი ხელსაწყოებით. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ განახლებული ავტოპარკი და თანამედროვე ტექნიკა ეკოსერვის ჯგუფს ხელსაშუალებას მისცემს კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, გაზრდოს ოპერატიულობა და დანერგოს თანამედროვე მიდგომები ქალაქის გამწვანების მიმართულებით. განახლებული ტექნიკა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხს, რათა თითოეულ თბილისელს კონდეს შესაძლებლობა ოჯახთან ერთად დაისვენოს სუფთა, მოვლილ და მოწესრიგებულ გარემოში. აქვე მინდა თითოეულ თბილისელს მიმართო ერთი თხოვნით. რაც ერთად შევქმენით, ერთად გაუფრთხილდეთ. არც ერთი სკვერი, არც ერთი პარკი, არც ერთი საბავშვო ატრაქციონი და არც ერთი დარგული ხე, მხოლოდ მერიის არ არის. ეს ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების და თითოეული თბილისელის საკუთრებაა. სამწუხაროდ ვანდალიზმის ფაქტები ჯერ კიდევ გვაქვს და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ვანდალიზმი მხოლოდ მუნიციპალური ქონების დაზიანება არ არის. ეს არის უპატივცემულობა საკუთარი ქალაქის, საკუთარი მეზობლებისა და საკუთარი შვილების მომავლის მიმართ. თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება. ქალაქი მაშინ იქნება მართლაც ევროპული, როდესაც თითოეული ჩვენგანი იგრძნობს პასუხისმგებლობას იმ გარემოს მიმართ, სადაც ვცხოვრობთ. აქ წარმოდგენილი ტექნიკა პრეზენტაციის შემდეგ უკვე გაიშლება ეკოსერვის ჯგუფის შესაბამის სამსახურებში და ხვალიდანვე ეს ტექნიკა მოემსახურება დედაქალაქს და ამ ტექნიკის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ უფრო მეტ გამწვანებულ ობიექტს მოუვაროთ და რა თქმა უნდა უფრო უკეთესი ხარისხით. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სფეროში ტექნოლოგიებს ვადევნეთ თვალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თუ სადმე რაიმე სიახლეა, თუ სადმე რაიმე განახლება, ჩვენ ამას ყველაფერს ვაკვირდებით და ვცდილობთ თუ შეესაბამება რა თქმა უნდა ჩვენ სპეციფიკას დავნერგოთ ჩვენს კომპანიაში.
ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოეტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით ტარიელ ჭანტურიამ საკუთარი შემოქმედებით ქართულ ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა. სამძიმრის წერილს აქვეყნებს კულტურის სამინისტრო, სადაც აღნიშნულია, რომ ტარიელ ჭანტურიას პოეზიამ და მრავალწლიანმა შემოქმედებითმა მოღვაწეობამ ქართულ კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. პოეტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს თბილისის მერი. როგორც კახაკალაძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ტარიელ ჭანტურიას ცხოვრებამ და შემოქმედებამ დედაქალაქს განსაკუთრებული ღირებულება შემატა. ღრმა მწუხარებას გამოთქვამ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო. ტარიელ ჭანტურიამ თავისი ნიჭიერებითა და წერის განსაკუთრებული მანერით, მკითხველის დიდი სიყვარულით და პატივისცემა მოიპოვა. უსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ტარიელ ჭანტურიას შემოქმედება. აჭარაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაბაურში სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში 114 ბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, ამ ეტაპზე მეექვსე სართულის ფილის დასმა მიმდინარეობს. ბინები 75 ოჯახს და ასევე ეკომიგრანტის სტატუსის მქონე მოქალაქეებს გადაეცემათ. სამუშაოების საერთო ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა, დასრულება კი 2028 წლისთვის იგეგმება. 65 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი, ასევე 59 ეკომიგრანტს გადაეცემა შესაბამისად ფართი. 17 მილიონამდე ლარი იხარჯება ამ პროექტისათვის. საცხოვრებელ კორპუსთან ერთად მოეწყობა ირგვლივ ტერიტორია, იქნება რეკრეაციული ზონა, გაკეთდება საფეხბურთო სტადიონი, ბავშვების სპეციალური ზონა. სრულად იქნება ადაპტირებული შენობა. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული პროექტია და კიდევ ერთხელ გავმეორდები, ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მიმდინარე პერიოდში აჭარის რეგიონში დაგეგმილია და მიმდინარეობს 14 სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც ბინა გადაეცემა 1510 ოჯახს. ესენი გახლავთ ეკომიგრანტი ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი მაღალი რისკის საფრთხის შემცველ ზონაში მდებარეობდა. მუნიციპალიტეტის მერიების მიერ ეს ოჯახები გახლავთ ქირით გაყვანილი. ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ლარი იხარჯება 1500 ოჯახის ქირით უზრუნველყოფის მიმართულებით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლების ქვედა და ზედა თლუღის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. გათვალისწინებულია შესაბამისი დამხმარე ნაგებობების მოწყობაც. პროექტის მიმდინარეობას რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა საუკუნო გზების კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები. ვიმყოფებით სოფელი თლუღის ზედა და ქვემო თლუღის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე, რომელიც გარდამავალი პროექტია. მიმდინარე წელს დაიწყო ეს პროექტი და დასრულდება მომავალი წლისათვის. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ბეტონის გზის საფარის მოწყობა, ასევე საყრდენი კედლების და სანიაღრე არხების წესრიგება. მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის ნომერ მერვე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას განახორციელებს. პროექტის ფარგლებში განხდება სკოლის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემები. მოეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები, კეთილმოეწყობა სკოლის ეზო, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და შესაბამისი პროექტ პირობების არსებობის შემთხვევაში გაკეთდება სპორტული მოედანი. მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს რეაბილიტაციის ტენდერის გამოცხადებას. მიღებული გვაქვს სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, სადაც მიჩნეულია, რომ კორპუსი არის რენტაბელური აღდგენისთვის და ამას ექვემდებარება. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი და დავიწყებთ სამუშაოებს. სულ მალე დაიწყება სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც იქნება 250 ბავშვზე გათვლილი და ძალიან მალე შალაურს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახლად რეაბილიტირებული სკოლა. განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ვეწვიეთ შალაურის სკოლას, რომელიც რეაბილიტაციის დაწყებაც იგეგმება და ჩვენ შევეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში, ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება მიიღონ ხარისხიანი განათლება თანამედროვე სტანდარტების გარემოში. სპორტის მინისტრი MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის UFC-ს მებრძოლებს მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა. ჩალო გოგოლაძე მათ ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და 11 ივლისს პრესტიჟული ამერიკული თავისუფალი სტილის ჭიდაობის ორგანიზაციის ღონისძიებაზე წარმატება უსურვა. მინისტრმა ლევან ჩოხელს UFC-ში სადებიუტო ბრძოლის მოგება მიულოცა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში UFC-ს ღონისძიების მასპინძლობის პერსპექტივებზეც.
სპორტის სამინისტროში შევხვდი UFC-ს ორ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს და ლევან ჩოხელს. მერაბ დვალიშვილს მადლობა გადაუხადი იმ ღვაწლისთვის, რაც მას ქართული სპორტის პოპულარიზაციის კუთხით აქვს გაკეთებული. ასევე ლევან ჩოხელს მიულოცე წარმატებული დებიუტი UFC-ში, დარწმუნებული ვარ, რომ ის არაერთ ბრძოლას მოიგებს და არაერთხელ გაახარებს ქართულ გულშემატკივარს. ასევე მერაბ დვალიშვილს, რომელსაც შაბათს რაფის ეგიდით მოუწევს ჭიდაობა, უსურვე წარმატებული ასპარეზობა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ჭიდაობაში გაახარებს ქართულ გულშემატკივარს თავისი მოგებით. საუბარი იყო საქართველოში გასამართ რაფის ტურნირთან, რომელიც ჭიდაობაში ტარდება ამ შაბათს და მეც ვიღებ მონაწილეობას. როგორც იცით, 8 ოლიმპიური ჩემპიონი იღებს მონაწილეობას აქ. ძალიან მაგარია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი სპორტსმენების мотиваციასთვის. კარგი ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა და წარმატებები ჩვენს ქვეყანას, წარმატებები ჩვენ სპორტს და ჩვენს ქართულ სპორტსმენებს. შეხვედრამ კარგად ჩაიარა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემი მოღვაწეობა საქართველოს წარმოადგენდა, მინდა ჩემი ქართველი ხალხი გავასახელო. დღეს შევხვდით ბატონ შალვას და ბატონ ირაკლის, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, როგორც ჭიდაობის და ასევე MMA სფეროების განვითარება საქართველოში. მოგესალმებით, რაფი ტარდება აქ და ესეთი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სპორტის განვითარებისთვის. და ასევე ვისაუბრეთ UFC საქართველოზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტულად MMA-ის განვითარებისთვის საქართველოში. ახალი ამბები პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება, ეთერს კი ბიზნეს პოსტი გააგრძელებს დროებით.